სოლოვიოვის მთელი რიგი რაღაცები მართლმადიდებლობაში შევიდა მერე და უფრო ამან გაამაგრა მართლმადიდებლობა, იცით თუ არა. მე-19 საუკუნეა, აქეთ გადმოდის, ის მამა ისტორიკოსი იყო. ეს არ არის იმ გაგებით ქრისტიანი. რუსული სივრცეში მუშაობს და რუსულზე ჩალიჩობს, ესე იგი, ებრძვის მატერიალიზმს და მთელი რაღაცებს, მაგრამ ქრისტე როგორც ღმერთი მის რწმენაში არ არის. და ამიტომ დაგაბრებს, ეს ფილოსოფოსი იდეალისტი არის. იდეალიზმის ფთარი, მისტიკოსი არის, რელიგიური ფილოსოფიის წარმომადგენელია სოლოვიოვი. და იმ ფონზე რუსეთი რო იყო, ახლა წარმოიდგინეთ ახლა როგორ ის იქნებოდა. მაგის შედეგად ნახე რა მივიღეთ, მოვიდა მარქსიზმი მერე, ათეიზმი. ამან ტოლსტოიმ, დოსტოევსკიმ ეს აშენელება გააკეთეს, ქრისტიანობა კი არ დახვეწეს და გაწმინდეს. ხო 10 საუკუნე იყო, ხო მე-10 საუკუნე რუსეთში შემოვიდა ეგა. და ეგ არის უკვე სადღაც 900 წელი არის უკვე ქრისტიანობა ვითომ მიღებული აქ რუსეთს. და იმის მაგვირად რომ ხილებული იყოს ფსევდოქრისტიანობა და მის ადგილზე დამკვიდრდეს ქრისტე როგორც რეალობა, ესენი პირიქით აკეთებენ. გაამაგრეს მართლმადიდებლობა რა. მართლმადიდებლობაში მისტიციზმის ელემენტები შევიდა, იდეალიზმის ელემენტები. თორემ მართლმადიდებლობაში ხო იყო მატერიალიზმი, ამებმა იდეალიზმი შეიტანეს. არც ერთი და არც მეორე არ არის სწორი ქრისტიანობაზე. არც მატერიალიზმი უნდა შევიტანოთ სოფხელო და არც იდეალიზმი. დასავლეთშიდაც ფილოსოფოსებს იდეალისტური ისენი შეიტანეს, ხო? ზოგმა ეგზისტენციური ისენი შეიტანა. და ერთგვარი რაღაცა დამატებები თავის წარმოდგენებით შევიდნენ ამ იმაში და ასე აქციეს ეს რელიგიად. და დაიყო ასე იდეალისტური რელიგია, ქრისტიანობა და ვთქვათ მეორე უარყოფს მატერიალიზმი, უარყოფს ამას და ამკვიდრებს თავისებურ გაგებას. და როგორც კი შემოდის ეგ პიროვნება და ესეთები, რა თქმა უნდა დაგანგრევენ. ამისთვის საჭიროა იცოდე ბიბლია. რაღაცა აქ თავში და რაღაცას ეკამათება, ვიღაცა ვის აკრიტიკებს ეგა, ჯერ ეს უნდა გაიგო. ის არ ხდება ისეთ წარმოშობა და გადამოფრქვევა საკუთარი რაღაცა შეხედულებებისა სამყაროზე. ოპონენტი მას ვიღაცა ყავს და მას ეკამათება. ვინ არის ასეთი იმ რუსულ სივრცეში? ესე იგი, ისტორიულ კონტექსტში უნდა წაიგითხო ეს კაცი. რას ებრძვის? ეს არის რელიგიური ფილოსოფოსი, იდეალისტი და რუსული სულის დამკვიდრებელი. ესე იგი, ეგ უტევს მართლმადიდებლობაში ისეთ გავრცელებულ პოლიტიკურ რელიგიას, რომელიც არის მართლმადიდებლობა, რომელიც რომანოვების დინასტიის დასაყრდენი არის. როგორც საქართველოში, ახლა ამჟამად საქართველოში მართლმადიდებლობა დასაყრდენი არის ოლიგარქების, პარტიის ამ მომძალადეობის ვინც პარლამენტში, იმის დასაყრდენი არ გჯერათ, მანდ ცხოვრობენ ქართველები? შიოლაშვილი ვისი დასაყრდენია? იყო სულ შევარდნაძის დასაყრდენი, ხო და ერთმანეთს ეყრდნობოდნენ. ეხლა იგივე ვარიანტია რა, დასაყრდენად გამსახურდიან ვერ გამოიყენა ეგა და კონფლიქტი იყო. სააკაშვილთანაც კონფლიქტში შევიდა. აი ეხლა ხო არიან ძალიან ისეთი იმით, რომ აი რელიგიას რა ის აქვს. აი ეხლა ამ წუთში რომ ქართველი სოლოვიოვი შემოვიდეს, პირველი დარტყმას მიაყენებს მართლმადიდებლობას, ხო? მხოლოდ მიაყენებს ფილოსოფიური შეხედულებით. სოლოვიოვი ქრისტიანობით კი არ შემოდის, ბიბლიით კი არ შემოდის, იყენებს მაგას და ფილოსოფიას წამოსწევს. იდეალისტი ფილოსოფოსია, როგორც ძალიან ბევრი შუა საუკუნეებში იყო, ხო? აი პლოტინი, ეგენ ახლა პლოტინი იგივე არის, ხო? ორიგენი თუნდაც აი ეკლესიის მამებს რო იძახიან, ისინი ყველა ფილოსოფიური შეხედულებებით მოვიდნენ და იმის გამო რომ ფილოსოფიური სკოლები აიგზალა 529 წელს იუსტინიანემ გამოსცა ედიქტი და დახურა სკოლები, ეს ხალხი საწავიდა. როგორც აი მაგალითად კომუნისტური პარტია საქართველოში გაუქმდა. ის ხალხი საწავიდა კითხვასავს რომ. საწავიდა ხალხი. ხო იყვნენ ესეთი ხალხი. გაქრა? ესე იგი შეეცვიდნენ სხვაგან ზოგი მართლმადიდებლობას შეეტენა, ზოგი სხვადასხვა პარტიები ჩამოაყალიბებს და ის ცნობიერება არ გამქრალა, გადაადგილებები მოხდა. სახელი გაქრა და ასე გადადიან, გადმოდიან. ასევე აი ეს მართლმადიდებლობა, რომელიც ძალიან აფერხებდა რუსული იმის განვითარებას, ყოფიერებისას და ეს იყო მიზეზი, რომ ათეიზმი მოდის. ხო, რამ წარმოშვა ათეიზმი რუსეთის ტერიტორიაზე? აი მთელი 1000 წლის მანძილზე ამ რელიგიამ მთლიანად სამსახურში დადგა გაბატონებული კლასის. ესე იგი რელიგია გაბატონებული კლასის ის კი არ უნდა იყოს შეხედულება და დამცველი. ეს უნდა იყოს მთლიანად საყოველთაო სახალხო. ქრისტიანობა ერთი რაღაცა მდიდართა კლასის კი არ არის კაცო. ეს აქციეს ასე. აი ამას ახლა რუსები გვერდსაულიდნენ და აი ეს მოაზროვნეები გაემიჯნენ და დარტყმა მიაყენეს აი ოფიციალურ რომანოვების ეკლესიას და მის ადგილზე ამკვიდრებენ უფრო ესეთი სულიერ ფილოსოფიურ შეხედულებას. მართლმადიდებლობას კი არ აკრიტიკებს სოლოვიოვი, ამტკიცებს, ამაგრებს. რევიზიონისტი არის.
იმიტომ რომ იქ მატერიალიზმი არის იმაში და იმიტომ არის მისი შეხედულება რომ ეს რწმენა არ არის და უტევს რწმენას რომელიც მართლმადიდებელს როგორც იგივე სხვაზე არ დაუტოვებ მართლმადიდებელი მორწმუნეს რიგიც დაგიმტკიცებს რომ შენ რწმენა არ აქვს რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ხომ მაგრამ მე ფილოსოფიური ჩემი შეხედულებებით და მიგნებებით კი არ უტევ მართლმადიდებლობას ბიბლიით ქრისტიანობით ესე იგი ყალბ ქრისტიანობას ვანაცვლებ ნამდვილ ქრისტიანობას სოლოვეიმ ეკერ გააკეთა ფილოსოფიის იდეალისტად დარჩა და საბოლოო ჯამში როცა უტევს უკვე ათეიზმი და არასწორი რელიგიური შეხედულება ათეიზმს წარმოშობს აი ესაც აოცებს მაგას და საშიშროებას ხედავს რომ თუ ეს რელიგია ესე გაგრძელდა მოვა ხალხი რომ ამას დაანგრევენ ხო მოვიდნენ და დაანგრიეს ამ ხრივ სოლოვეიმ წინასწარმეტყველია მაგრამ ვერაფერი ვერ შეცვალა იმიტომ რომ თავად სოლოვეიმი არ იყო ქრისტიანი არა ნუ ფილოსოფოსი იმის ფილოსოფოსია ქრისტე რო აღიაროს ფილოსოფია აღარ არის თვითონ როგორც ფილოსოფოსი უნდა გაუქმდეს ეხლა ფილოსოფოსები მოგეხსენებათ ამაყები არიან რა სულიერი სიამაყე აქვს ყოვლისმცოდნეობა თვითონ გვასწავლიან რაღაცებს ასეთი კაცი ქრისტეს არ მიიღებს აგი ყველაზე მეტად პირველ საუკუნეში ქრისტეს მიღება უჭირდათ ფილოსოფოსებს რა ათენში არ ჩავიდა პავლე აბა გახსოვთ იქ ვინმე რო დაიწყეს მოსმენა ამ ფილოსოფიური სკოლის წარმოადგენლობა და არაფერისე არ ახალისებდათ როგორც ახლის მოსმენაო დაჯდნენ და პავლეს დაუწყეს მოსმენა პავლე რო გააძლიერა ისა და იესო ქრისტე აღდგომაზე რომ მივიდა წავიდნენ იმ წუთში დაშორდნენ ხედავთ ასევე ფილოსოფოსი შეიპარენ კორინთოს ეკლესიაში გნოსტიკოსები ისინი პლატონიზმით იყვნენ გამსჭვალულები შევიდნენ იქა შერწყმა დაიწყეს თავისი ფილოსოფიის რეალიზაცია მოახდინეს და ამით უნდათ გამოეთხარათ ძირი ამ ქრისტიანობისათვის და ეს არ ახალია ძველია შესაბამისად მართლმადიდებლობა რომელიც რუსული православная ესეთი права და права у меня есть право чтобы я славил Господа да აი православие ბერძნული თარგმნეს ასე ორთოდოქსას რუსებმა თარგმნეს ეს არ გადმოიტანეს ორთოდოქსია ქართველებმაც თარგმნეს ქართველებმა რუსულიდან თარგმნა православие მართლმადიდებლობა ამ დროს პრავა უფლებაც არის და სიმართლეც არის და რამოდენიმე იმას შეიცავს ეს რუსული სიტყვა სლავა კიდე დიდებაც არის განდიდებაც არის და ძლიერებაც არის православиეში შენიღბული არის დაფარული არის მატერიალური ისენი გამიგე შინაარსები და გამოყენებული იყო რუსული ისტორიაში მთლიანად აბა გადახედეთ ქრისტიანული რუსეთი რას აკეთებდა 1000 წლის განმავლობაში აი რას აკეთებდა რუსეთი როგორც შიგნით ეხლაც როგორ აყავს დაჩმორიკებული მოსახლეობა და გარკვეული ფენა დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესია ვისიცავს რუსეთში მდიდართა კლასს პუტინს ვინ არის პატრიარქი კირილე პუტინის პირდაპირ ბიზნესმენი აი პარტნიორები ძმა და მეგობარი შესაბამისად ეხლა რომ დაიბადოს რომელიმე სოლოვეევი პირველ შეტევას განახორციელებს ამაზე რა მაგრამ ათეიზმი რო უტევდა როგორც მსოფლმხედველობა ეს აიტაცეს რუსულმა ინტელიგენციამ ეს შეხედულება და სოლოვეევმა თქვა რომ აი ეს მატერიალიზმი გაგვანადგურებს და წაგვართმევს იდეალიზმს წაგვართმევს ელემენტარულ რაღაცა მედიტაციას ღმერთზე აუცილებელი ადამიანმა თუ ცოცხალი ღმერთის წმენა არ აქვს სულ ცოტა იდეალისტი მაინც იყავი რა ესე იგი იდეალიზმი რო ამაღლდა რა მიწიერებაზე იმიტომ რომ მატერიალიზმისა და დამიწების ფილოსოფიას კონფლიქტი შემოაქვს ერთმანეთის მიმართ იდეალიზმი რო ბატონდება ერთმანეთის მიმართ კონფლიქტი არ აქვს სულ მცირე მაგრამ ყველაზე კარგია ცოცხალი ღმერთის რწმენის შემოსვლა ხო ეს თუ არ ხორციელდება მაშინ იდეალიზმი უკეთესია დღეს ახლა საქართველოში რა არის გავრცელებული რელიგიური მატერიალიზმი ხო ამიტომ არის კონფლიქტი ფულის შოვნა რაღაცა თელი ამბავია ხო რელიგიური მატერიალიზმია მათ იდეალიზმიც არ არის სოლოვეევი ამათგან განსხვავებით არის რელიგიური იდეალიზმი ხედა ეს უკეთესია მაგრამ არ არის ქრისტიანობა იმიტომ რომ რელიგიური იდეალიზმით სამყაროს მოაწყობა აქვს და ესეა დასავლეთში იბრძვის რა იდეალიზმი, მატერიალიზმი რაღაცა, ნახეთ ქვეყანა ფილოსოფია ორშტოდ გაიყო და დაიყარა ესა და ფილოსოფოსები ცხოვრების მოწყობის პროექტებს ადგენენ. ხო და მატერიალურ დონეზე ეს რო ყოვლის მომცველი იქნება და იყო ასეთი საბჭოთა კავშირში, ნახეთ რა ავაშენეთ, ნაცრისფერი ქვეყანა, ჩაკეტილი, იზოლირებული და ხალხი დახარბებული იყო დასავლეთს. გაიხსნა ეს უცებ და ნახეთ ჩვენ დაგეშილი ღორებივით იქცა საბჭოთა ადამიანები, დახარბებულები. პირველი რასაც დაეტაკნენ შემოყარეს ეს დასავლეთის ქონება რუსებმა, ქართველებმა, ეტაკნენ მანქანები, სახლები, განსაცმელები, საჭმელები, თითქოს და ყველაფერი უცხოური კარგი იყოს. აი გადახედეთ, აი საქართველოს, ესე იგი, კვების სისტემა საერთოდ დასავლეთმა მოკლა საქართველოში.
მაკდონალდები აკოთებული საჭმელების შემოვიდა. აკო პირდაპირ გაგებით გეუნებით. ეს საწამლავია. საზოგადოებრივი კვების ადგილებში თბილისში ყველაფერი საწამლავია. აი ეს რა ხორცებია, რა საჭამენ, აი ეს მე ეს ფუთფუთელები ვითომ ყველაფერი ეს გასახდა როგორც რაღაც ჩაგვდა ჩვენი კუნიანია. არაფერი აღარ არის ჩვენი. ხო, როგორ იყადრებენ, აი უცხოური ეს არის კარგი. სუში უნდა ვჭამოთ, ის უნდა ვჭამოთ. ესენი რა არის კაცო ესა? ან ეს მაკდონალდი რა შემოგადგინდათ? რადგანაც ფხონილიანი სასმელები, ფანტა, კოკა-კოლა, ეს თავიდან 100% ქიმიაა. მაგრამ ნახეთ გასახდა როგორც საუკეთესო. აი სიხარვე მესიცის. მართლმადიდებლობა და ჩაკეტილმა საბჭოთა კავშირმა ერთგვარად ხალხი მასაკნა რაღაც აი დამშეულებათ აქცია თუ რაღაცა უცხოურისკენ გაახედა. და გაიხსენა თუ არა, ეგა დარტყმა მიმიღეთ. აი ეს რელიგია ეხლა რა შემოგადგინდა. იყო რა ადრე მატერიალისტური რელიგია, ისევ მატერიალისტს ხადაგებს ესა. და იესო ქრისტე როგორც რაღა პოლიტიკურ რელიგიური მოძღვარი, რომელიც გვეუბნებოდეს რომ აქ ცხოვრება არ გინდათ, შემოიყარეთ მონაზვნებად, ბერებად, დაჯექით, ილოცეთ და მდიდრებს გაუმარჯოს. მდიდრებს კიდევ უყუროთ რომ თქვენ ჯოჯოხეთში წახვალთ. ეს რა არის კაცო? ამ დროს მართლმადიდებელი თვითონმგებლები ფუფუნებას არ იკლებენ, დასვენებას არ იკლებენ. დაადიან დროს ატარებენ, გრიალებენ. ხედავთ როგორი აი სოლოვიოვი ამ წარმოიდგინე ხო მე-19 საუკუნე რა არის. და ასევე მე მახხას აგრძელებს აქეთ ბერდიაევი, მხოლოდ ისეც რელიგიური ფილოსოფოსია. ნიკოლაი ბერდიაევი, მხოლოდ ეგზისტენციალისტი. ესეც გარკვეული გაგებით ეგზისტენციურ სკოლას ეკუთვნის სოლოვიოვი. სოლოვიოვს მე იქით დავანგრევ. ნიჩე სოლოვიოვს ისე დავანგრევ, დამანგრევინებს ამას იესო ქრისტე. თორე თავის დროზე მაგას მე ვკითხულობდი ფილოსოფიის ნასლეჯი ესეთი სერია გამოდი, ფილოსოფსკე ნასლეჯი ესეთი სერია გამოდიოდა და 200 ტომამდე მქონდა სახში თბილისში დაყრილი ეგა მოყოლებული ინდური იმიდან პანიშადები, ვიდრე მე-20 საუკუნის გიგანტებით დამთავრებული და ერთ-ერთ სერიაში სოლოვიოვის ისეც იყო ფილოსოფსკე ნასლეჯი, ესეთი გრიფით, კარგი ლიტერატორი არის, კარგი მწერალი არის, ნიჭი აქვს, მისტიკოსია, იდეალისტი არის. აი ამ კონტექსტში უნდა განიხილო, მაგრამ სულის ხსნა ახლა სოლოვიოვთან ვერ მივალ მე. მაგას პლატონი მიჩჩევნია. გაცილებით, იმიტომ რომ მაინც სლავიანოფილია რა. ეს ფილოსოფოსია, რომელიც წმინდა რუსული არის. პლატონი სოფლიოს საკუთრებაა. ხედავთ როგორი სიბრძნე მოყვარია? ეს ნაციონალისტია მაინც. სლავიანოფილია და ებრძვის მატერიალიზმს რუსეთში. მაინც ვერაფერი ვერ დააკრო. გავრცელდა მატერიალიზმი და კომუნიზმმა გაიმარჯვა. გადაყარეს იდეალისტი ფილოსოფოსებიც რელიგიას დედაუტირეს ყველას, გამოისვეს უკან. ამიტომ კომუნისტებმა რელიგია ესეთი აქტიური აღარ გახადეს და იქვემდებარეს, არაკრძალეს, სამსახურში ჩაიყენეს და კომუნისტებსაც ჰქონდათ სტალინის დროს დუხოვნაია სემინარია, აკადემია, უნიხტოჟი ბილ გამიგე, ჰქონდათ ამას. და ეს გაიარა შიოლაშვილმა. ახლა სასაცილო არ არის, როგორ შევარგოთ ათეიზმს აშენებს ქვეყანა. ღმერთი არ არისო, არაფერია და ამ დროს ყავს ფორმალურად ტაძრები, მღვდლები და დუხოვნაია აკადემია რადგინდა. ეს რომელი დუხოვნაია აკადემია, რისია? მატერიალიზმი და დუხი? რა ხედავთ? ამის გარკვევაა საჭირო. ესე იგი, სოლოვიოვმა ტყილა წერა ეგა, დოსტოევსკიმაც ტყილა წერა. მაინც მოვიდა ის. იმიტომ რომ დოსტოევსკი და სოლოვიოვიც ქრისტეს კი არ ამკვიდრებდნენ. ხო, აკრიტიკებენ არსებულ კაპიტალისტურ რუსეთს მე-19 საუკუნეში და რელიგიას. და თვითონ ამკვიდრებდნენ ახალ რელიგიას. ხო, ტოლსტოის ამბიცია ჰქონდა, რომ ახალი რელიგია ეგ იყო ნამდვილი ისა. დოსტოევსკიც ეგრე იყო, ქრისტეს თავისებურად გადახარშა მან, თავისებური. რა გააკეთეს რო? გაიმარჯვა თუ არა რევოლუცია? დაამხეს ყველაფერი მიწასთან გაასწორეს, გადაყარეს რუსული ინტელიგენცია, გააქციეს საფრანგეთში, ძირითადად გერმანიაში. ზოგიერთები გაასახლეს, ბერდიაევი მაგალითად სტალინმა უთხრა დაახვეწატიო. ხო და იქ ჩაყნიდა იქა და ებრძოდა გამუდმებით სიკვდილამდე, ბოლომდე ებრძოდა ბერდიაევის საბჭოთა მარქსიზმს. მარქსიზმი თებერთელი მისი ნაშრომები, ეს არის მარქსიზმთან ბრძოლა. და დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებას არაფერს არ მოგცემს. მარქსიზმი აღარ არის, როგორც იდეოლოგია. მაგრამ სად გაიქცა მარქსიზმი? მარქსიზმის შეხედულებები სად არის? თუ არ არის როგორც მთლიანი საბჭოთა იდეოლოგია, ესეთი ადამიანები არ ცხოვრობენ? მოგყვა ყველა? ესე იგი, სახელმწიფო მოწყობის სისტემა დამყარებული იმ სოფხედელობაზე, რომელსაც მარქსიზმი ერქვა, ის გააუქმეს. მაგრამ ადამიანები მარქსისტები დღეს ოხრათ არის რუსეთში და საქართველოში. უბრალოდ არ იძახიან მაგას. შეხედულებაა მარქსიზმი, შეხედულება. რა შეხედულებაა მარქსიზმი? ეს არის შეხედულება
იმაზე რომ სამყაროს ძირი მატერიალურია, არაფერი არ არსებობს იქით, გამიგე და თუ დაუშვებ ამას პოლიტიკურ სახე მიეცემა იდეალიზმი და თქვათ ესეთი რამე მარქსი როგორც იდეალისტი შეიძლება გავაიდეალისტოთ მარქსი. ხო, აი აქ ჩამოიტანო რა, ზეციერი აქ ჩამოიტანო, კომუნიზმი აქ ჩამოიტანო. რაც გააკეთეს, რო იცოდე, ყარდა იდეალისტური ფილოსოფია, ხო, მატერიალიზმი გული შემიწუხა, ხო, მატერიალიზმის ქვეყანაში დავიბადე, იდეოლოგია მატერიალი, ყველაფერი მატერიალიზმი იყო და მე ყველაფერი მიყვარდა იდეალისტური. ხო, აი ეს ლექსებიდან დაწყებული და განსაკუთრებით ფილოსოფიის ისტორია მიყვარდა თვითონ ფილოსოფოსები. აქ გითხარით ის სერია რო დაიწყო რუსულ ენაზე რო გამოდია ფილოსოფსკენ ასლე მთელი მსოფლიოს მიღწევები, მართალია შერჩევით იყო, მაგრამ მაინც არ აუშავდა. კითხულობდეს პიროვნებები და არის ძალიან კარგად კითხულობს მთელი ისენი ქართველი იმის მსახიობები, ხო? მაგრამ ორიგინალ უნდა გაჩერდეს თვალი რა. წაკითხული თუ არა, აი ვინც აიკითხა ერთხელ ორჯერ, იმისთვის მოსმენა არის სიამოვნება. იხსენებს, გახსენებებია. ხვდებით? და ახლა სოლოვიევი რო კითხულობს, იმ აუდიო წიგნები ქვია ესა. ძირითადად ვინცვისაც ნაცნობია ეს წიგნი, კიდევ ერთხელ გაახსენებს. თან შენ მისდევდი მკითხველს, ის კი არ დაბრუნდებოდა. წაიკითხა წინადადება მიდის და მიდის. სიჩქარე უნდა დააწიოს შენი აღქმის სიჩქარე. თუ მისი კითხვის სიჩქარეს არ ემთხვევა ეწინააღმდეგება, შენ ჩამორჩები სადღაც შენ ფიქრებში გაიხლართები, დაიბნევი და ამიტომ ესეთი წიგნი ბუნებრივია თუ გინდა უნდა წაიკითხო. და ძალიან ლუკმა. ეს მსჯელობაა. ეს ფილოსოფოსი მსჯელობს აბსტრაქცია. ხო, თან ეს ისეთ სფეროზე ლაპარაკობს, ტრანსცენდენტი არა ჩანს, მატერიაზე არ არის, იდეალიზმია. ასე იგი, იდეალიზმი ბერძნული სიტყვა იდეა არის აზრი. აზრის აბსტრაქცია, ესე იგი, ვლაპარაკობ ისეთ საგანზე, რომელიც ხდება აზრებში, აბსტრაქციაში შემოსვლა უხილავისა. მე ვერ ხედავთ, ხომ? აი პლატონი რასაც ლაპარაკობს, იმას კი არ ხედავს. აზრებით ხდება ეს აზრები. და მე ჩვენ ხომ ადამიანი აზროვნებაცაა, მოაზროვნე ადამიანი არის, ხო? ძირითადად ეს არსება. და ძირითადად ჩვენ მიჩეული ვართ ემპირიული, აი ეს რასაც ხედავ, იმის გაანალიზებას და იმის დალაგებას და საკმარისია აი ეს თუ გაჩამოყალიბებული გაქვს ადამიანს, აი ესეთი ხედვა ფილოსოფოსს ვერ წაიკითხავ. იმიტომ რომ ისინი სად არის იდეალიზმი, სად არის მატერიალიზმი, ამათი შერიგება გაგიჭირდებათ. ამიტომ არაპოპულარულია ფილოსოფიური წიგნების კითხვა. აბა გეკითხეთ ვინმე კითხულობს მაგას? აბა წაკითხული გაქვთ ჰობსი, ლოკი, დეკარტე სპეციალურად ძალად გაყავთ ფილოსოფიის ინსტიტუტი, ისა რა ქვია, ფაკულტეტზე და იქაც ეზარებოდათ ვიღაცებს ამის კითხვა. ხო, მას სპეციალურად ვიწრო ის არის ფილოსოფიის ფაკულტეტზე თუ ჩააბარებ სტუდენტი. ისე ეს, ამას არ კითხავენ, უფრო ხადავოი არის, გამსვლელი ესე იგი, უფრო არის, აი რომ მუსირებს საზოგადოებაში რომანები, მხატვრული ლიტერატურა და ისეც ძალიან ვიწრო გაგებით რა. ხო, არა, უბრალოდ ფართო გაგებით. აი რა არის მსუბუქი ლიტერატურა, აი რა twins რომ ზალა არ ჭირდება. და არის რომანები, ინტელექტუალური რომანები, ხო? აი მუზილი მაგალითად ვერ წაიკითხავს ვერა. თუ რაღა მუზილს მივახდით. თომას მანი მასობრივად საკითხავი წიგნი არ არის, დაიღლები. მსჯელობა. რაღა თომას მანს მივახდით, მაგალითად მთვარის მოდაცევა. ხო? ან დიონისოს ღიმილი ქართულ სივრცეში. პოპულარული საკითხავია. აბა 10-დან ერთ შეიძლება არ ქონდეს საკითხო, ერთს ქონდეს შეიძლება წაკითხული. აი დავით აღმაშენებელი, ხო ვითომ უყვარს ქართველებს ისტორია და იცით რა ჩავატაროთ ამდვილი კვლევაძიები ახლა რამდენს ეკნევ ეს საკითხული როგორ გეკადრებათ ვებხის ტყავსანზე ლაპარაკი არ არის თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს ნაწარმოები თავიდან ბოლომდე არავის არ აქვს ახლა საკითხული გარდა ძველი თაობის ფილოლოგებსა და იმებს ვინც ძალით გაატარეს ეს არავის არ აქვს საკითხული სკოლაში ფრაგმენტების სწავლა საკითხოს არ ნიშნავს რთულია წასაკითხად ახლა რა განაპირობებს რომ მასობრივად ადამიანმა შეიძლება იცოდეს ჩვეულებრივი რაღაცა რიგითი რომანი ვიდრე მაგალითად აი გალაქტიონის ლექსი შეიძლება უფრო იცოდეს ქართველებმა ვიდრე მისი ფართო პოპულარული პროპაგანდისა რუსთაველი მათ წაკითხული არ ქონდეს თავიდან ბოლომდე 63 თავია ვებხის ტყავსანი ძალად რატო ასწავლიან ადამიანს ამას სკოლაში ეს არის იძულებით და მე იმისეკით არავინ არ უბრუნდება ამას ესე იგი სკოლაში ისე კი არ ასწავლიან რომ დააინტერესო და სკოლის მერე კიდე დაუბრუნდე სკოლაში სავალდებულ როგორი ალერგია და ამის გაგონებაც აღარ უნდა თავიდან მანებეთ რა ეს სკოლა ესე იტყვიან სკოლაში ვისწავლეთ ხო და აი რა ისწავლეთ აი სკოლაში ისწავლეთ ყველა
არ იყო სწორად გათვლილი, მატერიალიზმი იყო საფუძვლად და როცა მატერიაა საფუძვლად, კონკურენცია დიდია, დაჭმამიდეს კორუფცია არის. დასავლეთში საფუძველი როგორც ერთი ისე მეორე იყო ალტერნატიული იდეალიზმი იყო. და ეს ორი ბანაკი იბრძოდა ცხოვრების მოწყობისათვის. რა თქმა უნდა, ამათი ფუნდამენტი ქრისტიანობა იყო და ქრისტიანობაც ესე იყო ამ ფუნდამენტზე იდეალისტური ქრისტიანობა და მატერიალისტური, ჰუმანისტური მესამე წამოვიდა კიდე. ეხლა ქრისტიანობის ჰუმანიზმმა გაიმარჯვა მსოფლიოში. ქრისტიანობა დატოვებულია, მაგრამ ქრისტე როგორც ადამიანი. როგორც რელიგიური რაღაცა ლიდერი, რომლის რელიგია ეს არის ჰუმანიზმი და მორალიზმი და გიყვარდეს ისა, კაცი რო გაგარტყამს, მიუშვირი მეორე ყვა, რო ჩახდი შარვალს ტრუსიკიც გაატანე, რა კარგია? ჩაცმული კაცი, ჩაცმული ფულიანი რო ყბაში გამარტყამს და მე იგით უნდა შეუშვირო, როგორ გაიგეს, რა? ესა თქვა იესო ქრისტე? აი ამას რო ჩაეჭიდნენ? ესაა ნათქვამი ყბებზე და გარტყმებზე არის ლაპარაკი, აი ეს რიცხვილო. აი ესე დაჩემორკებული ქრისტიანობა შემოვიდა რუსეთში. და გაბატონებული კლასის დამცველი იყო. აი ესეთი საქართველოში გაბატონებული კლასის დამცველი ბაგრატიონების ამათი ჯიში და სულ ყველაფერი. და ესე რომ ჩამოვიდა ბუნებრივია რომ ამას მოყვებოდა მარქსიზმი. და მარქსიზმი ასეთ ვერ ჩამოვიდა ელემენტარული ჯოგის ადამიანის კონკურენციაში შედის, შენც მოიპარე რაღაცა გააკეთე და მარქსში ყველა იპარავდა. ყველა აბსოლუტურად. არ იძახდნენ რომ ქურდები იყვნენ. პატიოსნათული და ადამიანი თავის თავს და იმას კი არ თვლიდა რომ აი ეს რაღაცა ისე გააკეთე და არ ღვეწესი. ვერ შეასრულებ მაგას. ხუხულასავით დაინგრა ეგ სოციუმი. ეხლა რა არის რომ? ეხლა ისევ მატერიალიზმია, მომხოჭელობა ესე იგი, ფილოსოფიური დოქტრინის ერთობლიობაში საქართველოში ისევ მატერიალიზმი კრეალებს. მაგრამ სოციუმის მოწყობის აი ეს მსოფლმხედველობა მარქსი რო ითვალისწინებდა, ეს აღარ არის. სოციალიზმი. მატერიალიზმი დარჩა, მაგრამ ცხოვრების მოწყობა არის კაპიტალისტური. კომუნისტური იმაში პერიოდში მატერიალიზმი გლობალური და სოციუმის მოწყობა სოციალიზმი. ესე გადანაწილება. მაგრამ ვერ შესრულდა. აი ახლა მატერიალიზმი როგორც ძირითადი კატეგორია დარჩა და ცხოვრების მოწყობა კაპიტალისტური, საბაზრო ეკონომიკა, მიმტაცებლობა. და რა დღეშია ხალხი ჩემზე კარგად იცით. აი კაპიტალიზმმა რა გააკეთა. მატერიალიზმის საფუძვლის აუცილებლად მოწყობის ფორმა კაპიტალიზმი უნდა იყოს. დაგროვება, მოხვეჭა, მოპოვება. აი მატერიალიზმი რა არის, ხედავთ? მატერიალიზმი ზებრზის სოლოვიოვი. სოლოვიოვი არ არის რა, არც ერთი ფილოსოფოსი მატერიალისტი არ ყოფილა ცხოვრების დონითაც კი. თითქმის აი რა ვისაც ვიცნობ, მოკლედ ფილოსოფოსი კარგად არ უცხური არავის. იმიტომ რომ წინააღმდეგობა ეს, თვითმიზანი კი არ არის. უფრო მეტი პლატონი მონად გაყიდეს. გამოისყიდა ერთმა წამოიყვანა, ხო? გაიყიდა, მონათლობელური წყობა იყო ეგა და გაიყიდა. ცნობილია დიოგენე როგორც ცხოვრობდა, კრატეტი, რომელიც მე-4 საუკუნის მეორე ნახევარია, თებელი კრატეტი, ეს არის მოწაფე დიოგენესი და მასწავლებელი ზენონისა, მან ყველაფერი თავისი ქონება გაყიდა, დაარიგა და აი ესე ცხოვრება დაიწყო ბუნებრივი. უცნაური ხალხი ეგ მოაზროვნე ხალხი. ეს ვიღაცას კი არ ბაძავენ. ცნობილია დიოგენე სინოპელი, ცინიკოსი ესე იგი. კინიზმი ხო ძაღლია და ძაღლის ფილოსოფოსებს ეძახდნენ ცინიკოსები, მე იმით რო გავიდა. და ეს კინიზმი ცინიზმად რო შემოვიდა და მაგის ისტორია ხო იცით რა არის. ძაღლის ფილოსოფოსები, ძაღლებივით რო ცხოვრობდნენ, ქუჩა და რაღაცა. ცნობილია კასრში ცხოვრობდა და თასით და იმით დადიოდა ამას გადმოგცემს. დიოგენე უკვე ეს მეორე დიოგენე ლაერტელი თავის ფილოსოფოსების ცხოვრების აღწერას რო გთავაზობს. ცნობილი ისტორიული წყარო არის, ეგ კარგი დოკუმენტია ჩვენამდე მოღწეული. ძირითადი ფილოსოფოსის ცხოვრება მოღვაწეობა შემოქმედება არის გადმოცემული ამ წიგნში. აი ეს ხალხი ვინ იყვნენ, როგორი ტიპები იყვნენ. თასიც ჰქონდა იმ დიოგს, სადაც დადიოდა და თავისი ფილოსოფიის შესატყვის ცხოვრებას ეწეოდა. მაგრამ ბევრი ამას არ აკეთებდა. აი მაგალითად უფუფუნებაში თუ ცხოვრობდა შოპენჰაუერი, ეს ფუფუნება თავისით კი არ იყო მოპოვებული. მისი ფილოსოფიით ეს ღატაკი იქნებოდა. მამამისი ვაჭარი იყო, კომერსანტი და რო გაიგორო შვილი ამას აპირებს, გაგიჟდა კაცი. ხო ვაჭრობა და ეს უნდა ისწავლა რა ფილოსოფია არის. ამან თავისი გაიტანა მაინც დედა მხარში დაუდგა, ეს არტურ შოპენჰაუერზეა ლაპარაკი, ეს მე-19 საუკუნეა და თავისი გაიტანა რა, მამაც გარდაიცვალა, ყველაფერი რაც დარჩა მაგას, მთელი ცხოვრების მანძილზე უზრუნველყოფილი იყო და მადლობას უხდი და ხერს მამამ რო ეს დაუტოვა. და ამას საშუალება მისცა ჩაკეტილი იყო და ეწერა შრომები, იმიტომ რომ არავის არ ჭირდებოდა მაგ ინსტიტუტსაც თავი დაანება, ლექტორობას გითხარით ატერ რომ თავი დაანება. ჰეგელი იყო, გაგაცა თქვენ სულ ყველაფერი და დაიჭა სახში და წერდა და აზროვნებდა, ბიბლიოთეკაში ცხოვრობდა ფაქტიურად. ყავდა ძაღლი და იძახდა რომ აი ძაღლი უფრო მეგონა, რაც უფრო უყვირდები ადამიანს, უფრო მიყვარდება ძაღლიო. და მთელი მისი რაღაცები ანდერძი ძაღლს უტოვებდა მე. ეს ისე ბიოგრაფიებიდან მაგის. უცნაური კაცი იყო. ძალიან ისეთ დონეზე მიზანთროპი იყო. ვერ იტანდა ვერავის. განმარტოებით ცხოვრობდა.
მაგრამ არაფერი არ აკლდა. სნობის და იცმებდა, დადიოდა იტალიაში მოგზაურობდა, იქით-აქით აი ესეთი მეებში დადიოდა. არაფერს არ აკლდა, გადიოდა საუზმეს რესტორანში ერთ და იმავე დროს ჭამდა, როგორც კანტი. მაგრამ მემკვიდრეობა მას, აი ეს ქონებრივი უზრუნველყო მამამისმა. მაშინ არ იყო ხლა ტაქსაციები წაერთმიათ, მაგრამ სხვა ფილოსოფოსს მე ვერ დავასახელებ. ლაიბნიცი ბიბლიოთეკარად მუშაობდა. წარმოიდგინე ეს გერმანელი იდეალისტი, ხო? სამეფო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი იყო და ამიტომ იყო უზრუნველყოფილი. მაგრამ სხვა დანარჩენები დეკარტე დევნილი იყო. ჰოლანდიელი სპინოზა ეს საერთოდ სათვალის ხელოსანი იყო. ხეხავდა სათვალი და ხამხამობით კი ლამპის შუქზე წერდა აი ეთიკა მისი ფილოსოფიური ისრვარი. მოგეხსენებათ ეს ერთ-ერთი ფილოსოფიის ისრვარის ერთ ძლიერ პიროვნებაა ბარუხ სპინოზა. კიდე რომელი გავიხსენო ახლა რომ მე ანტიკური მასში გითხარით რა ვიცი მე არ ვიცი სოკრატე ტიტუალ შიშველი დადიოდა ზამთარზაფხულ და უსასყიდლოდ და უიმისოდ საერთოდ ცოლის ეჩხუბებოდა იმას რომ აი ესეთი ძლიერი ინტელექტი რა არის საჭმელი არ აქვს დღეს რა ვჭამოთ შვილები როგორ არიან რა და სულ ეჭიჭყინებოდა ქსანტიპა და შევიდა ისტორიაში ქსანტიპა როგორც რაღაც ესეთი უხეში დედაკაცი და მოჭიჭყინე და ურჩევდნენ სოკრატეს რომ დაანებე რა მცოლს თავი და არა რა ჩემი ფილოსოფოსობა მაგაზე იუმორისტულად პასუხობდა მე ეს მამაგრებსო რა არ უშლიდა ნერვებს. გამორიცხული ახლა ცოლი გაიგდო მხოლოდ იმიტომ რომ ესეთია, მაშინ ის ფილოსოფოსი აღარ იქნებოდა. ხო და უცნაური ცხოვრება ჰქონდა. ესე რომ ფილოსოფოსი რომელიც ყველაზე ახლოს მივიდა ქრისტიანობასთან, მხოლოდ თავის ფილოსოფიით. ისე რომ ქრისტეს არ იცნობს. ზუსტად ესე ცხოვრობდა, არაფერი არ უნდოდა და როცა შედიოდა ათენის ბაზარში, აი ესე თელემით გადახედავდა რამდენი რამე აქვს, რომელიც მე არ მჭირდებო. აი გაცით. ესე იდეალიზმისა ქრისტიანობას თავი დავანებოთ. ვერ გადახტებით ახლა, მაგრამ ცოტა იდეალისტიც არ არის. ხო რაღაცა აზრებით მოახდინო ემპირიული ცხოვრების აბსტრაგირება და აი ამ შენ სამყაროში იდეალისტი ცხოვრობს იდეების სამყაროში, თავის სამყაროში და ამას ასაღებს რეალობად. ამიტომ ფილოსოფიით ვერ გადარჩებით. ეს არის მეგობრობა, სიბრძნესთან მეგობრობა და სიბრძნეს სიყვარული არის. ამით ვერანაირად ვერ გადარჩება. ქრისტიანობა არ არის ფილოსოფია. იმიტომ რომ ქრისტიანობა არის სოფია, თვითონ სიბრძნეა ეს. ფილია უნდა მოვაშოროთ. ხო, აი თუ ფილოსოფიური ტერმინით მიუდგებით ამას. აი ეს არის სოფია. თან კარიტას სოფია, სიყვარული. ეს არის სიყვარულია პირდაპირ გაგებით, ესე იგი სიბრძნე და სიყვარული ერთად არის გაერთიანებული და ეს არის ღმერთი. ღმერთი ეს, ღმერთი ატარებს სიბრძნეს, ღმერთი ატარებს სიყვარულს და აი ამ სიბრძნეთა და სიყვარულის შედეგი არის სამყარო. სიბრძნისა როგორია ჩემზე კარგად იცით სამყარო აგერ ხო ისწავლეთ. ამას სულელი კაცი შექმნიდა ესეთ სამყაროს. აი სიბრძნეს კვალი სადეთყობა ხილულ სამყაროს თუნდაც. როგორ არის ყველაფერი გათვლილი. ყველანაირი იმით. სიყვარული გადახედეთ რა რაღაცა ესთეტიკა და სილამაზეა რა. სიყვარული კიდე იქ არის რომ აი ამ ხარვეზიან ქვეყანაში რომელიც ასეთ დღეში არის და გახწნა ზდებს ცხოვრებაში ყველაფერს ამანეს გამოისყიდა და სიყვარულიც დაამტკიცა. სიბრძნე და სიყვარული გაეკრა ჯვარზე და ეს ვერ მარცის. ამიტომ რწმენა ჩვენი როცა არის ამას იღებს სიბრძნეს და სიყვარულს იესოდან და იმისი სიტყვა ჩვენზე მოქმედებს და მისი სიტყვით აღდგებით და ნეტარებაში შევალთ. ვინც ამას იგნორაციას უკეთებს და სხვა დამატებითი ღობეყურესედება გნოსეოლოგიურს ის არ მიიღებს და მიუჩინა ადგილები ერთი ადგილ ამას გვეუბნება მათემა ახარებელი 26 თავში. ხო და სად როდის ქიოდა და არ გაჭმევდით, როდის წყუროდა და არ გასმევდითო. გასცემს ამას მაცხოვარი პასუხს. ხედავთ, აი ეს ვერ გაუგია ბერზა. ისე ამბიციური პიროვნები ეკამათებიან. თითქოს ქრისტიანობა ეს იყოს პრიმიტიული რამ. არაფერი ისეთი აზრები არ არის. რა თქმა უნდა, ახლა სოლოვიებისთვის ახლა ქრისტე მიუღებელია. ქრისტეს ფრაგმენტებია მოცემული, ხო? ამათელი ტომები დაგვიწერა ახლა. ასეთი კაცი ქრისტესთან არ მივა. თუ მივა გააკრიტიკებს და არანაირად არ მიიღებს რომ ეს ღმერთია. და თუ ქრისტე არ მივიღეთ როგორც ღმერთია, რჩება რა? მორალის მასწავლებელი? მე გვადგება ახლა 21 საუკუნეში ეს როგორც მორალის მასწავლებელი. დღევანდელი 21 საუკუნის მორალით განდევნილია ქრისტიანული მორალი. განდევნილია. აი მორალმა მორალი დაამარცხა. ამიტომ არის საჭირო ქრისტეს არა მორალისტის მიღება, არამედ ღმერთის. აი როცა დავაბრუნებთ სამყაროში ქრისტეს როგორც ღმერთს ქვეყანებში, პატარა საშველი დაიწყება. ახლა საქართველოში ქრისტე როგორც ღმერთი ესე კი არ არის. მორალისტი და მორალის ქადაგებლები, ეთიკის მასწავლებლები, მღვდლები თვითონ არღვევენ ამ მთელი რიგ რაღაცებს. აი ასევე არის ჩვენი მღვდლებიც. მორალისტებიც არ არიან. ქრისტე როგორც მორალისტი თუ დაიტოვებ, აი ბატონო, დამცველი შენ ხარ ამისი. შენ არიცავ და მე რას მასწავლი. ამიტომ ჯერ ერთი ქრისტე როგორც მორალისტი არ უნდა ისწავლებოდეს. ქრისტე როგორც ღმერთი და ღმერთი რო შემოდის,
ესეთ რაღაცნაირი განწყობა გაქვს მის მერე, რაღაც აი გამორიცხულია რა. პირველ ადგილზე რო შემოდის ქრისტე როგორც ღმერთი, აი სამუშაოებს ჩვენში მორალს. და თუ ქრისტე ღმერთი არ არის ჩემში, მორალს მე ვერ დავიცავ. მაინც თუნებას ვერ გაუძლებ. მაინც იმას ვიზა, მორალის სფეროში რა შედის? არის პარო, არის კურდო, არა კაცკლა, არის ყოისა და ასე შემდეგ, ყველაფერი ხო ერთად. ვერ დავიცავ მე ამას. აქ იცავდა ისრაელიერი. გამორიცხულია, იმიტომ რომ ძველი კაცი ვარ. ამიტომ საჭირო არის პირველი მხსნელის მიღება. თუმცა მივიღოთ მხსნელი და სისხლი დააღვარა ხომ უთხრა მოწაფეებს. რომ კაცობრიობის ცოდვის გამო სასყიდ სისხლი დაიღვარა. თუ ღმერთი არ შემოდის ქრისტიანობაში ღმერთი, რა თქმა მოძღვრება მორალური დოქტრინა და ერთობლიობა, რომელიღაცა უტვინო მღვდელმა ეს გვიქადაგოს, თუმცა ესენც არიციან მათ. ესენც არიციან. უფრო სექტანტები კიდე მორალზე ამახვილებენ ყოველდღე. ესენი რიტუალებზე ამახვილებენ. რიტუალებით რა შეასრულებ? რიტუალით როგორ უნდა გავხდე მე კაი ადამიანი? სანთლის დამთებით ჩემში შური წაიშლება არა. მისწრაფება მატერიისკენ, დაუფლებისკენ. ხო, კიდე ფული დააგრო. აი ამ ფულით მატერიალური რაღაცა ყოფიერების ნივთებით დაიკმაყოფილოს სულ და ამას ბოლო მოიღება. სად არის საზღვარი რომ გაჩერდე აღარ მინდა თქვა. მაგალითად 1 მილიონი, 2 მილიონისა შეგიძლია თქვა რომ ეხლა აღარ მინდა. თქვენ გინახიათ მილიარდელი რო თქვას ეხლა აღარ მინდა? გაჩერდეს მაშინ ბიძინა. რატო არ ჩერდებიან? გეყოფა რა ეს რაც არის 1 მილიონი თელი თაობას ეყოფა დაჯექი და პურჯე რა ადგენ ახლა რა წაიღეთ ტვინი არა გამორიცხულია მატერიალიზმი ესეთი მსოფლმხედველობაა რომ ბოლოს ეწირები მატერიას შეგჯამ შეგახრამონებს ის სოლომონი მსოფლიოში უმდიდრესი კაცი რას წერს ხსნადა ნეტარება რომ პრადოში იყოს და ბენტლიში თქვენ პირშაქარი მაგას რაჯო ყველაფერი უნდა გააკეთო ჩაიგდო ხელში მაგრამ ეს ხომ მორიგი ხიბლი არის მას არ ესმის ის რომ Шерაც არა გაქვს ახლა. Ამის დაუფლებით გონია რომ დაეუფლები გაბედნერები. Всякое обладание отнимает прелесть. Жизнь прекрасна до тех пор, пока нас не касается. Андრო სამყარო არ არის თლათ ისეთი სამართლიანი. ხო და სამართლიანი რო არის ამას რა ელოდება? დაწვა, განადგურება და სამართლიანობის დამკვიდრება. მანამდე სანამ ეს მარადისობაში გადავა სამართლიანობის დამკვიდრებელი შემოვა აქა და 1000 წელი აღარ ექნებათ მისწრაფება პარადოსა და ბენტლისკენ. სხვანაირი სულიერი მისწრაფება ექნება ყველას, იმიტომ რომ ადამიანის სული არა ხორცი. ჩვენ გვიდე აღარ სატანის ცოდვადაცემის შედეგად ადამიანი მოკვდა სულიერად და მატერიით გახარება გინდა და ვინც ვერ ახარებს ძალიან განიცდის ამას და რა ვიცი, ზოგ სტრესი აქვს და ზოგ თავს იკლავს. მატერიალური მიდგომა იცით რა საშინელება არის? მატერიალურად რო უდგები ადამიანს, საერთოდ ადამიანსაც რო უხურებ, უკვე გაბეზრებს თავს, მაგალითად მატერიალურად შეხედე ქალს, ვერაფერს ვერ დაუწუნებ, თქვათ, აწყობილია და მოიყვანე, წამოყვა ცოლად. რამდენ ხანს იქნები მასთან, როცა შენ ხარ მატერიალური მსოფლმხედველობით? და რამდენ ხანს იქნება ის ილამაზი? აუცილებლად ის როგორც კი აი ეს обладание отнимает прелесть, დავეუფლე და ნელ-ნელა პრელესტი отнимает постепенно. ხდება თანდათანობითი ესა და გახუნება და გადავდივარ სხვაზე. იმიტომ რომ მე ფაქტურად ვიყიდე სილამაზე, მატერიაში. მოძრავი სილამაზე. ჩემი ჟინის დასაკმაყოფილი. ფულიან ხალხი ხო მაგებს დაძდევენ. აბა ის არ წაყვება სხვას. ის მატერია ამას მე რაც ამქონდა იმას არა აქვს, მე რაც არ ამქონდა ის ვიყიდე. და ძალიან ბევრი მე თოჯინებები ვიტყავთ ესეთი ტიპები. მე თუ არ არის გადაკეთება მიდის, პლასტიკური ოპერაცია ამას ემსახურება. აი მატერიალიზმი გრიალებს მსოფლიოში რა. და ეს კარგი შეხედულება არის. აი ამას უპირისპირდებოდა მე-19 საუკუნეში კაპიტალიზმს, მე-19 საუკუნეში კაპიტალიზმი იყო უკვე და ალპა აიხსნა რა, დასავლური კაპიტალიზმი შემოვიდა და ეკლესია ჩაერთო ამაში, მღვდლები. აი ესეთი პრივილეგირებული რა, რომანოვების მღვდლები. აი ამას რო უყურებდა მოაზრონე ახალგაზრდა კაცი სოლოვიევი და აი ეს მწერლების გაერთიანება, აი იდეალისტური ისენი რო ქონდათ, რა თქმა უნდა დაუპირისპირდებოდნენ ამათი ნაწარმოებებით, ხო? რომ ჩალპა ეს რომანოების ბოლო ის არა, ეს 300 წელი იყო მაგათ დინასტია. და სოლოვიევიც იმიტომ გამოვიდა ასეთი კრიტიკით, რომ ეს დაგუპავს ჩვენ, აი რელიგია, აი ეს მართლმადიდებლური რელიგია არ არის სწორი შეხედულება, ეს მატერიალური რელიგიაა, გვეუბნება სოლოვიევი. და უნდა რომ ეს მატერიალური რელიგია იდეალისტურ რელიგიად აქციოს, მაგრამ არა. რუსულ ეკლესიაში არ არის შესული იდეალიზმი. არც ქართულ მართლმადიდებლობაში იდეალიზმი არ არის, მატერიალიზმია. ქრისტიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქრისტიანობა მიიღო, ქრისტიანობა მიიღო. ესე იგი ლაპარაკი ახლა რა, ორი იდეალიზმი, მატერიალიზმი. იდეალიზმი უკეთესი არის, ხო? შედარებით. გაბატონება იდეისა,
თქვათ მატერიაზე და ამდენად ის არ იქნები ხარბი. ესე იგი, მართლმადიდებლურ გაერთიანებაში, როგორც რუსულში, ისე ქართულში არის მსოფლმხედველობა მატერიალიზმი. სახეზეა ყველაფერი, ვერ ხედავთ? მომხვეჭელები რო არიან. აი ამას ებრძოდა სოლოვიოვი და ამ მხრივ მას უნდა დაუწეროთ პატივისცემა და სხვა მხრივ ქრისტიანობაზე არ. სოლოვიოვი ქრისტესთან ვერ მიგიყვანთ. აი ისტორიულ კონტექსტში რო წაიგითხავ, მიხვდები ამის დამსახურება რა არის და რა თქმა უნდა მატერიალიზმზე წინ უნდა დავაყენოთ ესეთი პიროვნებები. აი იდეალისტი ფილოსოფოსები ეს კარგი ხალხია რა. მატერიალისტები საზღარი ხალხია, იცი, თან ავრცელებენ ამას და კონფლიქტი შემოაქვთ. მატერია ყოველთვის შუაში არის კონფლიქტი. მატერია შუაში კონფლიქტია. და როცა იდეაა, კონფლიქტი არ არის. იდეალიზმის შემოსვლით იდეებში შევდივართ. იდეების და ესე აგვამაღლებს ხომ სულიერება და ესეთ იმაში გავდივართ. აღარ გვინდა რომ ეს მატერიალური რაღაცები ჩვენ იმაში შემოვიდეს სივრცეში, წავართვათ სხვას, მივითვისოთ. ამიტომ საქართველოს მთელი ამ 1600 წლის მანძილზე იქით არ გავალ. მატერიალიზმი, რელიგიური მატერიალიზმი მე შეიცვალა. თან თეოლოგიური ესეთი ამათი შეიცვალა მატერიალიზმით, კომუნისტური მატერიალიზმით. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კომუნისტური მატერიალიზმმა მოხსნა ტრანსცენდენტალური სამყარო და აქ არის ერთ-ერთი რეალობა და წავიდა, მაგრამ რა წავიდა. და აი ამ რელიგიურმა მატერიალიზმმა რა შემოიტანა ტრანსცენდენტიც არის. და თუ აქ ვერაფერს ვერ მოიპოვებ, საკამარისია მღვდელთან სანთლებით იარო, როგორ დაიცვლები იქ ზეციურ საქართველოში ბედნიერი იქნები. აი ეს არის განსხვავება. მაგრამ ერთიც და მეორეც მატერიალიზმია. აქ ცხოვრების მოწყობის ეს რელიგიური მატერიალიზმი რას გვთავაზობს? კაპიტალიზმს და უშვებს საბაზრო ეკონომიკაში კონკურენციას და ერთმა მეორე უნდა დაჩაგროს. მატერიალიზმის საფუძველში რა რწმენა და რა ისადებს? სამყაროს დარვინისტული გაგება. მთელ მსოფლიოში დღეს ეს არის გაბატონებული. ყველა მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებელში დარვინიზმია. დევს რა ამას ვერ გამოაგდებთ. და ცხოვრებიდან მიხვდებით რომ ამან მოიტანა მე კონკურენცია და საბაზრო ეკონომიკა და რო უწოდებენ განვითარებას. ხალხმა უნდა შეჩერდეს ეს გამოხარეს ყველაფერი რა. შეიძლება ესე უშვებ იმ რაღაცას მე აფუჭებ, გადააგდებ ისევ ახალს, აფუჭებ, გადააგდებ. ეს ხომ ყველაფერი ნადგურდება. რა გვინდა გამუდმებით სულ ერთ და იგივე სყიდვა რა. და რატო ვარქმევთ ამას განვითარებას? ხალხო სადამდე უნდა განვითარდეთ? გაფრინდებით კოსმოსში? ჩვენი განვითარდება წინ წლებში იწყება ესე იგი დედის საშოდან და მთავრდება მიწაში. სხეულით. ეს რა განვითარება არის? და ერთმანეთს კი ვჭამთ. იმიტომ რომ კონკურენციაა. დაჭმა მიდის სახელმწიფო შიდა კონკურენცია და ამას ყველაფერს როგორი აფერადებენ ცხოვრება რა კარგია. რანაირად არის კარგი სახელმწიფო წყობა ეს ნიშნავს რას? ადამიანის ჩაგვრას. თუ მონარქია არ არის, ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი მონარქია რა არის? ერთი გვარის ბატონობა მთელ ხალხზე. ხო, ერთი საწყისი იმას ეყოლება შვილი და აგრძელებს ახლა იმას და ტაქსაციები მარტო ამათ ხო არ უნდათ. ისეც აკრიფავდა ჰეროდეს დროს, სოლომონის დროს. შესანახია ის ხალხი, ხო? უსახმურები. აი ეს მონარქია რო შეიცვალა, რითი შეიცვალა? დემოკრატია რა არის? ერთი პარტია გაბატონდება, შეყრის ხალხს, ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას და პარტია თუ სტაბილური იქნა ბოლომდე, როგორც არის ამერიკაში რესპუბლიკელები და დემოკრატები, ესენი ფაქტურად შეცვალეს ბიოლოგიური მემკვიდრეობითი გადაცემა, გვარი-გვარზე არ ვრცელდება. არა, პარტიის წევრი აგრძელებს პარტიის, თქვათ, დასახულ მიზნებს. რესპუბლიკელი იქნება ეს თუ დემოკრატი. აი ეს ორი დინასტიაა. რესპუბლიკური დინასტია და დემოკრატიული დინასტია და სტაბილურობა მოჩვენებს. ორივე ეს ხალხის სახელმწიფო რო დავარქვათ, ჩაგვრელი არის მოსახლეობისა. იმიტომ რომ არცეც ამ ორი დინასტიის წარმოადგენს რესპუბლიკურს და დემოკრატიულს როტაციით რო არიან მაქსიმუმ 8 წელი მეტი არა, თუ რამე არ მოხდა, ხალხს ატყუებენ, ათამაშებენ და ჩაგვრელს ირჩევს ხალხი, რომელსაც ეწოდება დემოკრატია. აბა ჩაგრული არა ხარ, როცა შენი ხელფასი საათში $7 და ვინც აირჩიე, იმისი საათში არის $200, $300. აი ეს საათებზე რო დავიყვანო, აი ეს ხელფასი წლიური რო ეძლებათ მათ. და მეტი ლგოტები იმათ, პენსიები მეტი. თან კიდე 4 წელი იქიჯდება გამო პენსიას წამოიღებს. ჩაგვრა არ არის, აბა რა გონიათ ჩაგვრა? ხალხო რა არის აბა ჩაგვრა? და აი ეს როგორ დაიყვანე რელიგიის დონეზე, რომ ესეც უნდა იყოს საჭირო. აი აქ კიდე ეხმარებათ რელიგიის დაშვება, იდეალიზმის. ხვდებით? მაგრამ ცხოვრება არ არის არ მედის არც იდეალისტურით და არც ქრისტიანობით. ცხოვრება მედის მატერიალიზმით და ამხრივ ტოტალური მატერიალიზმია მსოფლიოში. აბა ამდენი მატერიალიზმი რო არის, საიდან ჩანს?
გამოხრეს ყველაფერი. კაცო, გაცილებით უკეთესი ინტელექტუალები იყვნენ 2000 წელს უკან. ამას წყაროები გვიდასტურებს. დღეს უფრო დებილები არის პლანეტაზე. ისინი რატო არ იყვნენ ესეთები? იმიტომ რომ გაბატონებული მატერიალიზმი არ იყო. ღვთის შიში და იდეალიზმი გარეალებდა. მთელი, ესე იგი, ბერძნული ფილოსოფია ეს იდეალიზმია. მთელი თითქმის რა, ხარ გონა დემოკრიტე რო და საბჭოთა კავშირი გვითხრას, მატერიალისტი არა ის არის. ყველა აი თალესიდან მოყოლე არც ერთი არ არის, აი არავინ არ არის მატერიალისტი. თორე პრიმიტიულად გებულობდნენ კომუნისტებმა ყველაფერი მოაქციეს თავის ბანაკში. იდეალიზმი გრეალებს. ნახეთ სოკრატე, პლატონი, პლოტინი. ნახეთ როგორ იყო ცხოვრება და ვინც ამას არ მისდევდა და რამ დააქცია რომი. მატერიალიზმი, ფუფუნება და გაბატონებული კლასის ფილოსოფიური რელიგია დასაყრდნად გამოიყენეს სტოიციზმი, ეპიკურიზმი, სტოიციზმი. ხო, ეს ინტელექტუალების ორი ფარი ფილოსოფიაში, გასამართლებელი. დაიქცა თუ არა? დააკვირდეთ ცივილიზაცია, მე ვინ დაამხო? აი ბარბაროსები მოდიან. ხო, აი დედაუტირეს რა, ზედმეტი, ესე იგი ცივილიზაცია, როგორც ბიოლოგიური ორგანიზმი იზრდება და კვდება. სახეზე არის ცივილიზაციის ენტროპია. ესე იგი ენტროპია თერმოდინამიკის მეორე კანონი უნივერსალური კანონია. აბსოლუტურად ყველაფერს ეხება. ყველაფერს, აი მეგობრობას ეხება, ცოლქმრობას ეხება, ქვეყანას ეხება. არაფერი არ არის მარადიული და ნუ გვატყუებენ. არაფერი არ არის მარადიული. გრადაცია გადადის ერთიდან მეორეში და ბოლოს შეიძლება გაიფანტოს. როგორ შეიძლება იყოს მოყოლებული აგერ 3000 წელი, 4000 წელი სახელმწიფო და იყოს და იყოს. აგერ შტატებს 200 წლის ისა როგორც სახელმწიფო, ხო? რა დიდხანს იქნება ეგა? მაგრამ ჯერა და ვერც დავიჯერებ. მოკოციც და მიკოციც და ორი პარტია მოილაპარაკეს, რესპუბლიკა და დემოკრატია ქვეყანაში. სხვები აღარ არის. всё მორჩა. და მოჩვენებითი სტაბილურობა არის. მოჩვენებითი. საქართველოში იყო ერთი დინასტია კომუნისტური, კომპარტია დინასტია. ბაგრატიონებმა შეცვალეს ეგ. ბაგრატიონები კიდე ბიოლოგიური მამა, შვილი და ეს ასაგრძელებს. და გამრავლდნენ რა, შეგვეცვალა თანამედროვე ტერმინი ფილოსოფიური ტერმინი ბაგრატიონების პარტია. და ესე იგი რას ნიშნავს? ბაგრატიონების ინტერესების დამცველი. და მთელი ხალხი ამას უნდა ემსახურებოდეს. ომი დაიწყება, აბა გამოდი ახლა და ამიდექი შენ ჩემი აზარბაიჯანი ხორცი ხარ. აი ამას რატო უწოდებენ, რომ ეს პროგრესი არის? მოწყობის ფორმები რომ შეიცვალა? კაცო, ჩაგვრა თუ არის აკრძალული. ჩაგვრის სახე ფორმები მართლაც ეს არის მეტამორფოზირებული, მაგრამ ჩაგვრის არსი ისევ დატოვებულია. ნებისმიერი რიგითი ადამიანი იტანჯება. ტანჯვა 24 საათიანი მუშაობა. მუშაობს და ნაყოფს ნორჩ ხედავს. რაც არ უნდა კაი ტიპი იყოს ხედავს, რომ უფრო ვიგინდა რა კარგად არის. არ არის ასე. და ქრისტე თუ არ შემოუშვა ასეთმა ადამიანმა და რა ფანტაზიით, იმას რა აძლევენ დედამიწას? რო ვერ ძლევენ. ფარმაკოლოგიამ გაშალაფრთები. სულ ყველა ჯიბეში ტრანკვილიზატორები აქვს. ტრანკვილიზატორების დაბალი ფორმა არის ყავა, სიგარეტი, პლანი. სახელმწიფომ აქედანაც ფულის კეთება დაიწყო და ეს დაჩაგრული ხალხი სულ რომ გამოვათაყვანოთ, დაუშვა ნარკოტიკები. და აი აქ პოლიტიკური ქაოსი თუ არ შეიმჩნევა, გითხარით რისი ბრალია. მოილაპარაკეს და აი ეს პარტია დემოკრატიული, რომელიც მე შევცვალე ფორმა და ტრადიციული არ მივანიჭე მაგას ბიოლოგიური გაგება, სოციალური გაგება მივეცას, უფრო პოლიტიკური. იგივე არის არსით. როგორც აი დინასტია. დინასტია შეიცვალა კიდევ მეორე პარტიით. და ეს პარტია არის სტაბილური 200 წელი აგერ. რესპუბლიკელები და დემოკრატები. ორი. თავიდან ერთი რო იყო, ვერ გამოეკრე. მაშინ მონარქიული ის იქნება. ერთი პარტია, ეს იყო საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში იყო მონარქია, მხოლოდ პოლიტიკური. არა პიროვნების ლიდერი და სტალინიშვილი და რაღაცა. პარტია იყო და ეს პარტია სტალინის დროს დიდხანს იყო. მერე ამ პარტიიდან მოვიდა ხრუშოვი. მერე დინასტიად გადაეცა ბრეჟნევს. დინასტია არ არის, აბა რა ჯანდაბაა, აგრძელებს ეს. ბოლოს ეს დინასტია ლიკვიდირებული იქნა. ეხლა რა დინასტიაა რუსეთში? ეხლა რა არის? დემოკრატია? კი ბატონო, დემოკრატია. პარტია შეიქმნა, ეძინაი რასია. რა უპირისპირდება ამას რაღაც ორი პარტია რუსეთში. ამიტომ დინასტია ნახე კომპარტია გადაკეთდა ედინაი რასია და ამათეთ ედინაი რასიაში შემავალი მილიონერები, მილიარდელები და ძალიან ადვილია გამოტოთ რამდენ ხანს იარსებებს ეს პარტია. თუ არა და გადაჯდომა ყველა ვარიანტში მოუწევთ. ესე იგი, ისეთი სტაბილური არ იქნება პარტიული დინასტიები როგორც ამერიკაში. მაგრამ ამასაც ელოდება ხო ვიცით, მარადიული არაფერი არ არის. საქართველოს ამ ხრივ არის ქაოტურ მდგომარეობაში. შეიტითხნა ერთი პარტია რომ დაიშალა კომპარტია,
შეითითხნა უამრავი მასმერე. და ხალხი გარმის გამორბის იქეთ, აი სადმე შეეტენონ. შეაკოწიცა ივანიშვილმა ნაცემმა თავისებური ის გააკეთეს და ძირითადად ახლა გამოკვეთილი არის ორი პარტია. ეს არის ოცნება პარტია, უცნაურია პარტია, ოცნება მსოფლიოს არ აქვს. ეს იდეა იყო ოცნება, ამერიკული ოცნება, ხო, ამერიკის ოცნება, იდეა ეს და არა პარტია. ამება პარტიათ აქციეს და აქაც გამოუცა საქართველოს. შეიძლება პარტიას ოცნება ერქვას, ხო, მაგრამ ყველაფერი მოსულა საქართველოში. ამიტომ აი ეს ოცნება, რომელიც აი ესეთი ლიდერი, პარტიის ლიდერი არის ივანიშვილი და თავისი ბეჭბუჭები, საინტერესო რამდენხანს იქნება. ამას უპირისპირდება მეორე დინასტია პარტიისა, ნაცები. დაშლა იმ შემთხვევაში იქნება, რომ ახალი შეკოწდეს. დაშლა თუ მოხდა, სტაბილურობა არ იქნება ჩვენთან ცხოვრების. აი ამერიკაში სტაბილურობას განაპირობებს ორი პარტიის, რომელიც შევცვალეთ დინასტიისა, ორი პარტიის სტაბილური მდგომარეობა და დაწყნარებული არიან, ელოდებიან 4 წელიწადში, მე წამოვაყენებ, ახლა შენ წამოვაყენე. და ამიტომ არის მოჩვენებითად სიწყნარი აქ. მაგრამ მატერიალიზმი გრიალებს ამერიკაშიც. მართალია ტოტალური ფორმა არ აქვს, ყოვლის მომცველი, მაგრამ უკვე აიღო ეგა. წავიდა ის ამერიკა, როცა იდეალი ნელ-ნელა ქრისტე განიდევნა ვაშინგტონიდან, ყველა სასწავლებლებიდან გამოყარეს და გადაკეთებული სახით ქრისტიანობა როგორც სექტანტი ვიღაცა მოხურუშო გაერთიანებებისთვის ეხა არ გაგვიბრაზდეს, აჰა ბატონო შენ ეკლესია, მაგრამ ეკლესიაში განთავსებული, მივლინებული პასტორი აღრიცხვაზე ავიყვანოთ. ვინ არის და რა არის თვალყური ვატევნოთ. ეს როგორ გქონეთ ეს არ არის? რა შეიცვალა? ამიტომ სამყარო საითკენ მიდის. არის თუ არა ბიბლიაში წინასწარმეტყველება ჩაწერილი და ეს შესრულებადი, რა თქმა უნდა არის. სამყარო თუ სწორი მიმართულებით მიდის, მაშინ გამოცხადება სისულელე ყოფილა. გადაწერეს ეს. ესე იგი თუ არ შესრულდა ის რაც დაწერილია, რას ავსწავლობთ? ამიტომ შესრულდება ყველა ვარიანტში. ყველა ვარიანტში. უნდა შესრულდეს რაც დაწერილია. იესო ქრისტემ არ დაარღვიეს ღმერთმა. მას შეეძრო რა, თქვენ არ გონია თუ ეხლა რომ შეცვიდა გეცემანის ბაღში ვიღაცები და დაიჭერეს ხანჯალი რო იძრეს იქა და ჩააგეო. რა გონია თქვენ მე არ შემიძლია ახლა მამას და 12 ლეგიონი. წარმოიდგინეთ 12 ლეგიონი, ლეგიონში რამდენია ძესტიში ხო 12000, 72000 ანგელოზი გაასწორებდა მიწასთან ყველაფერს. აბა როგორ უნდა შესრულდეს წერილი რაც დაწერილიო. ამიტომ ნახე აღასრულა მაგანეს. ამიტომ თქვა აღსრულდა. და ეს იმას ნიშნავს რომ რაც ჩაწერილია თუ ისე არ შესრულდა. მაშინ თამაში გამოდის ეს ყველაფერი. პროგრესი იქნება, პროგრესი და ყველა ბედნი და ველოდოთ ახლა ბედნიერებას. დროდის რანაირად რამდენ წელს ცხოვრობთ. ამიტომ ცხოვრება დედამიწაზე არის მტაცებლური. და ჭკუაც ღმერთს მოაშორეს და ჭკუა მატერიასთან მიაბეს. ჭკვიანია ის, ვინც ფულს აკეთებს. ფულის კეთების 1000-ნაირი ხერხი არსებობს. ხო, ჰაკერიც აკეთებს ფულს. რაღაცას მოიგონებს სათამაშოს, როგორც არის Facebook ხალხის გამოსაჭუკებელი, მილიარდელია ვიღაცა უტვინო. და კონტროლზე აყვანილი. არაფერს არ აკეთებს ის. Facebook-ით გამოიკვება მე თავს, ამან დამატებითი პრობლემები გაგვიჩინა, ხო? ამას მოყვა თელი კომპიუტერს დამატებითი ვიყავით წყნარად, ჩემს ბიუჯეტს კიდე დააწვა, ეს უნდა იყიდო. მობილური კიდე დააწვა, ეს უნდა იყიდო. ხელფასი კი არ იზრდება. ხელფასი საერთოდ ცხოვრების ყოფიერება მრავალფეროვანი ხდება წინ წლებში და ფართოვდება და უფრო მცირდება ამ ყოფიერების შეძენის საშუალებები, ხელფასი. და ხალხი ესე გატყავებულია. ესე იგი, შეერთა კატეგორია სოფლიოში უფრო იზრდება. კი არ მცირდება 800 მილიონი რო იყო ადრე. ეხლა შეიძლება 1 მილიარდი იყოს. საქართველოში როგორ ფიქრობთ, მცირდება ეგა? იზრდება. და ბატონო, შემოვიდა მანდაც ეგ დარვინიზმი, ყველანაირად მზად იყო საქართველო, უფრო კარგად მიიღო მარქსიზმი და დარვინიზმი და ამას უწოდებენ ქრისტიანობას. აი, რომელი ქრისტიანი მღვდელია, კარგით ერთ და არ გადამრიოთ რა. არ გადამრიოთ ოფიციალურად არც ერთი მღვდელი არ უნდა დატოვოს რა ეგა რა. აი მოთხოვნილება ესეთი, აი არც ერთი მღვდელი არ უნდა იყოს აი ამასეთ ქვეყანაში. ნუ გვატყუებენ. არავის არ აწამს ღმერთი და არავინ არ არის იდეალისტი. აი იდეალისტი მღვდელიც არ არის. მატერიალისტი ხარ. ცხოვრება ამას ადასტურებს. მისწრაფი მატერიისკენ, აი მომხეჭელობისკენ, ამაძაღლობისკენ, ტყუილებისკენ, ჩათლახი და გოთვერანი ხარ. სხვა სიტყვა მე არ მაქვს. გაბრაზდეს ვისაც უნდა მატერიალისტებს ეშინოდეს სიკვდილის თორე ჩვენ არ გვეშინია მაგის. ჩვენ მოვდივართ კატასტროფული მატერიალიზმიდან. მთელი საქართველოს ისტორია მატერიალიზმია. ასეთი ყოვლის მომცველი მატერიალი არ ყოფილა. იმიტომ რომ მან რო ყოფილიყო კლასი იდეალისტებისა, გავრცელდებოდა მარქსიზმი? ან რუსეთში რო იდეალისტები იყო, ცოტა იყვნენ. ვერ გავცელა. უდიდესი უმრავლესობა მატერიალისტი იყო. მაგიტომ მოვიდა მარქსიზმი, კომუნიზმი და აი სიზულელეები.
დასავლეთში იმიტომ არ გავრცელდეს, რომ თანაბრად მიდიოდნენ რა ესე რა, იდეალისტები, მატერიალისტები, დარვინისტები და მისი მოპაექრები. ამიტომ ნახეთ როგორი პლურალისტური ცხოვრება, ასე თუ ისე აკოცეს, მიაკოცეს, მოაკოცეს, ხო? და ეხლა რა ფაზაში გადადის? ევროპამ საოცრად გაწვა. იდეალისტებიც აღარ არიან. ფრანგული ბოლო ისენი რაც გადავხედე, მატერიალიზმი მიმიქარავს ლენინს. მე მგონი ამათ აქვთ ნოსტალგია უკვე სტალინსა და ლენინის. უკვე აღარ იმაშვებიან სტალინს აღარ აკრიტიკებენ. რა უცნაურია, ხედავთ? იმიტომ რომ ბუნებრივია მატერიალისტი კაცი რო ხარ და მატერია და ვერ იკმაყოფილებს გარკვეული ჯგუფი მატერიალური ნივთებს ვერ იძენს შურს მეორე ადამიანის და უნდა რომ მოვიდეს ისეთი ტიპი რომ წაართვასესო და გახარებული ხარ რა. მე არა მაქვს არჩენა უნდა გქონდეს. სამყაროს ვერ მოვაწყობთ ესე რა. ქრისტე უფრო სწორია სამყაროს დახასიათებაში. როგორია სამყარო, რატო არის და როგორ არის გამოსავალი, როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან. რა ელოდება ამ სამყაროს რომელშიდაც ვარ, რა გველოდება ჩვენ. არსად არ წერია რომ ეს დედამიწა დიდხანს იქნება. მარადიული, ბეჭედი ამას ეს სასრული არის. ისევ როგორც ყველაფერია სასრული. დედამიწას ერთ დღეს ელოდება ის რაც ჩაწერილია აპოკალიფსში. და რა განაპირობებს ამას? ეგრეთ წოდებული წინწკლებში პროგრესი. ბიბლიაში რომელიც რეგრესად არის. ბიბლია არის რეგრესი, თანდათანობით დაშორება ღმერთს. ესენი პროგრესი ვის უახლოვდებიან მე ვერ გავიგე. რას უახლოვდებით? რა გამომთოფეთ რა ყველა და ყველაფერი, რა ვიცი, საჭმელებიც უკვე საწამლავია. ხო, ნახევრად შეშლილია ხალხი. აღრეულია ყველაფერი, ვერ გაიგებ ვინ ქალია, ვინ კაცია, აღარც იცი მშობელს შვილს რა დაველაპარაკო, როგორ დაველაპარაკო, ვინ სქესი არის, რა არის, აღარ იცი რა. ხო არის ესა, ჩანასახები უკვე მაღალ დონეზე არის. რატო ხალხს სახლდება ეს პროგრესულად? მე მაქვს წაკითხული ბევრი რაღაცეები და კი არ გადამიყრია ეგენი. მაგრამ რაც ქვია დამანგრევს რომელიმე პირობი. იყო პერიოდი რომ მანგრევდა ერთი, მეორე რაღაცა. არა, ეხლა ისეთი ქვაზე ვართ აშენებული, აი პირიქით ვინც დაეცემა ამაზე. დაიმსხრევა, თვითონ დაგეცემა და გაგსრესო. ეს ლოდი მაშენებელმა რო დაიწუნეს. ჩვენ ხო მაშენებლები ვართ. დაიწუნებ იმ ლოდს, რომელმაც უნდა შეგვაერთოს კუთხის სახს, კედლებს. დაიწუნებ, დაეცემავი და დაგჭყლიტავს. ასე რომ მშენებელი ხარ, ლოდს მოუხმე, რომელიც იესო ქრისტეა. ისე ვერ აშენებ შენ საკუთარ თავს. დაიწუნებ, დაეცემავი და დაგჭყლიტავს.